გამარჯობათ, შემოწირფასო გამოწერებო. თუ თქვენ გყავთ ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, არ გიმხელთ თავის აზრებს, ფიქრებს, თქვენ, ასე ვთქვათ, დაეჭვებული ხართ მის გრძნობებში, თქვენს მიმართ დამოკიდებულებაში, მაშინ ეს ვიდეო არის თქვენზე. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, მისი სახელი თქვით გულში, მოიმზადეთ ყავა, ჩაი ან თქვენთვის რამე სასურველი სასმელი და დავიწყოთ. ვნახოთ, ვინ არის თქვენი ადამიანი დღევანდელი მდგომარეობით. ეს არის ადამიანი, რომელიც ადვილად შედის კომუნიკაციაში ხალხთან. ეს არის ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, სავსეა იდეებით, აზრებით, ასევე სიყვარულით ადამიანების მიმართ. მას მოსწონს ხალხთან ურთიერთობა, განსაკუთრებით თუ ჰყავს, რა თქმა უნდა, და-ძმები, ნათესავები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და ასე შემდეგ, სანათესაო და სამეგობრო. და ზოგადად არის ადამიანი, რომელსაც გარშემო მუდმივად ყავს სოციუმი, ხალხი, მეგობრები, ნათესავები და ასე შემდეგ. დაახლოებით ასეთი არის აღწერა თქვენი ადამიანის, თუ დაემთხვა ძვირფასებო, თუ ამოიცანით თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად საპირისპირო ადამიანია, რასაკვირველია, ეს ვიდეო არ არის თქვენზე, ასეც ხდება და ეს არის სრულიად ნორმალური და ბუნებრივი რამ, რადგან ეს არის საჯარო გაშლა. კარგით, ეს ადამიანი, ვინც ამოიცანით თქვენ, კონკრეტულად თქვენზე რას ფიქრობს? თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ საცდური, თქვენ ხართ ცდუნება მისთვის, თქვენში არის რაღაც დემონური მიმზიდველობა, დემონური ძალა. თქვენ მას ძალიან იკაჩებით თქვენსკენ, თითქოს უხილავი ძაფებით, უხილავი თოკებით. თქვენ მუდმივად მის აზრებში ხართ, განსაკუთრებით ღამის საათებში. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? დიახ, ის ფიქრობს, რომ თქვენთან ერთად გატარებული დრო, თუ კი ყოფილა ასეთი, თქვენ ცხოვრებაში იყო საუკეთესო მომენტები მის ცხოვრებაში და საერთოდ მას სურს თქვენთან ერთად ყოფნა, თქვენთან ერთად თანაცხოვრება. ეჭვიანობს ძალიან. მას ყველაფერი აინტერესებს თქვენს შესახებ. რატომ ხართ კმაყოფილი? რატომ ხართ თვით კმაყოფილი? რაღაც ესე იგი თქვენ ამაყობთ საკუთარი თავით, საკუთარი მიღწევებით და მას აინტერესებს თქვენი სიამოვნების მიზეზი. მიზეზი ნათელია, თუ ამაყობთ თქვენი თავით, ესე იგი თქვენი დამსახურება, თქვენი, ასე ვთქვათ, მიღწევები, თუმცა მას ეჭვი აქვს მაინც, რომ შესაძლებელია არ იყოს ასე. ესე იგი რაღაც საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია. რადგან ასე არის თქვენი დაინტერესებული, რას ეკეთებს ამისათვის, რომ გაერკვეს სიტუაციაში თქვენთან დაკავშირებით და გაიგოს ის ყველაფერი, რაც მას აინტერესებს. ვკითხოთ პირდაპირ, რა უშლის ამას ხელს. არ მოქმედებს, საერთოდ არაფერს არ აკეთებს, თქვენ არ გაგრძნობინებთ, რომ მას აინტერესებს თქვენს შესახებ ინფორმაცია. ის უბრალოდ ლოცულობს, შესაძლებელია, მეტაფორულადაც შეიძლება ის რაღაც უმაღლეს ძალებს ანდობს იმას, რომ ესე იგი რაღაც განგებამ თუ ინება, მას ყველაფერი ეცოდინება თქვენზე და თქვენს შესახებ და პირდაპირ გითხრათ ან გკითხოთ, ამას არ თვლის ადამიანი საჭიროდ. რატომ არ თვლის საჭიროდ? პირდაპირ კომუნიკაციაში შემოვიდეს და გკითხოთ, რაც მას აინტერესებს. იმიტომ ძვირფასებო, რომ პირველ რიგში მას რაღაც აფერხებს თქვენი, იცით რა, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით. აი ეს აფერხებს.
ასევე მისი აზრით თქვენ არ გსურთ, რომ ის იყოს სტაბილურად თქვენს გვერდით, ის იყოს სტაბილური პარტნიორი. მას ასე გონია, რომ თქვენ ეს არ გსურთ. ამიტომ არ დგამს ნაბიჯს და არ გიმჟღავნებთ თავის საკუთარ ინტერესს. ფიქრობს, რომ ჯობია დაცთა, ჯობია მოთმინება და ყველაფერს ასე ვთქვათ, გაიგებს, რაც მას აინტერესებს და ძირითადი ინტერესი, რაც არის მისი, ეს არის ის, რომ გაიგოს თქვენი კომფორტის, თქვენი კმაყოფილების, თქვენი სიმშვიდის მიზეზი. კარგით, რას გრძნობს ის თქვენს მიმართ? ძირითადად აქ არის აგრესია, ისეთ როგორია შეფარული, პასიური აგრესია, რომ ვერ გიბედავთ ადამიანის სათქმელს, ეს გადაზრდის რაღაც თითქოს ეჭვიანობაში, პასიურ აგრესიაში. თქვენს მიმართ გრძნობს უდიდეს სურვილს, რომელსაც ის ვერ ანხორციელებს ამ მომენტში და მიაჩნია, რომ ვერც გადმოდგამს ნაბიჯებს, რადგან არის რაღაც საკითხები, რაც შეიძლება მასზე არ არის დამოკიდებული ეს ყველაფერი, მისი სურვილის მიხედვით არ ხდება მოვლენები. მას სურს თქვენთან, ასე ვთქვათ, ყოფნა და ცხოვრების დინებას ის მიჰყავს სხვა მიმართულებით, სადაც საჭიროა ბრძოლა, საჭიროა რაღაც ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, საჭიროა გონების ჩართვა და ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას აისახება მის ნერვებზე და ასევე იწვევს ეჭვიანობას. გრძნობებში რაღაც ასეთი არეული, ასე ვთქვათ, ვნებასთან შეზავებული გრძნობა აქვს. კარგით, როგორი ხართ თქვენ მის თვალში? თქვენ ხართ ძალიან საყვარელი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ხართ მისი ესეთ რა სიხარული, ოღონდ არა უბრალოდ სიხარული. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მას თავს აგრძნობინებთ ბედნიერად. თქვენს მიმართ მას რასაკვირველია აქვს უდიდესი ვნება, მაგრამ ამავდროულად ეს არის სიყვარული. ის ასე გამოხატავს ძვირფასებო სიყვარულს. მას სურს თქვენზე იზრუნოს. მას სურს რაიმე გააკეთოს სასიამოვნო თქვენთვის, რაც თქვენ ძალიან გაგახარებთ. თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელიც მას სურს, რომ მუდმივად გაახაროს, რომელსაც სურს, რომ მიანიჭოს ბევრი სიამოვნება, კარგი გაგებით ეს ყველაფერი და რაღაცა ძალიან, ასე ვთქვათ, ესეთი ენერგეტიკა მოდის, სუფთა, ჭეშმარიტი. მას სურს, რომ თქვენ მუდმივად მას ელოდებოდეთ. სადაც არ უნდა იყოს ის, თქვენ იყოთ მოლოდინში, რომ აი ის მოვა და თქვენ გაგახარებთ. თქვენ ხართ მისთვის საყვარელი ადამიანი, ასე ვთქვათ. რას აპირებს უახლოეს მომავალში, დრო მეუთითეთ თქვენ თვითონ, რაიმე დრო დავუშვათ 2 კვირა, 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და ასე შემდეგ, 1 წლამდე. თქვენს მიერ მითითებულ დროში, რას აპირებს თქვენთვის, რის გაკეთებას აპირებს თქვენთვის. ის აპირებს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, ინიციატივა გამოიჩინოს, რაღაც ბუზღუნით და ცოტა უკმაყოფილებით, თუმცა მაინც რაღაც, ესე იგი, მართალია რაღაც ძალიან ნელი ტემპით, თუმცა თქვენ გაანიშნოთ, რომ თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი ადამიანი. ეს შეიძლება გამოიხატოს საჩუქარში, შესაძლებელია გამოიხატოს რაღაც თბილ მოპყრობაში,
აქტიური ესეთი ქმედება